მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს, არ ვიცი რა. ნელ-ნელა უფრო და უფრო ცუდი განწყობით ვამბობ მაგ ფრაზას, იმიტომ რომ ფინალი გვიახლოვდება, უბრალოდ ჩვენ უახლოვდებით ფინალს. ფინალი უკვე გამოსულია კაიხნის. ორი სერია დაგვრჩა. და დღეს უნდა ვნახოთ მეხუთე სეზონის მე-15 სერია Granite State. ასე ქვია სერიას თუ Granite State. Granite, მაგრამ რავი, ვაფშე რას უნდა ნიშნავს ეს Granite State? შეიძლება ნიშნავს რამეს და არ ვიცი. ერთ სათაურზე მომივიდა კიდე ეგრე არ მახსოვს რომელზე, რომ შესაძლოა არ ვიცოდი უბრალოდ. მაგრამ ხო, წინა სერია იყო რაღაც სასწაული და ისიც ხო დავარეაქტე ლექსი ბრაიან კრენსტონმა რო წაიკითხა. ამიტომ ხო. ახლა უნდა ვნახოთ მე-15 სერია. უოლტი წამი სავარაუდოდ ხო, როგორც წინასწარ ვთქვი, სხვა სახელი რო ქონდა, ბატონი ლამბერტი თუ არ ვცდები. ეს იყო ეს სახელი, რომელიც მისცა სოლისტმა, რომლის სახელსაც რატომღაც არ გვაჩვენებენ, მაგრამ ტოც ყავს საყვარელი ჯესი, სავარაუდოდ დაადშანტაჟებს ახლა, რომ აი და თუ არ მოგვიხარშავ ანდრეას და ბროკს დავხოცავთ და ვნახოთ როგორ რა მოხდება. დაი, დავიწყოთ მაშინ. მძიმე დანაშაული. მეხუთე სეზონის მე-15 სერია Granite State 3-2-1 დავიწყეთ. ახლა დაიწყება? 다시 이민을 გვაჩვენებენ თელ პროცესს. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. აი. შეგიძლია გადმოხვიდე. თუ არა, რა? სოლი. ნამდვილად მაღაზია ყოფილა. მეგონა მტვერსას რუტის შეკეთება ხელოვნების ნიმუში იყო. სოლის იგივე საკეთებს? აქ დადექი, მოდი. ლურჯ ნიშანი. საინტერესო ისე. კარგი მანდატო. ახლა ბოლწვი, სოლა ხო თქვა რომ სხვა სახელი მქონდა უადრეობა, გადაც იგივე პროცესი ხო არ გაიარა. თუ ის არის ახლა რასაც გვაჩვენებენ იგივე პროცესი. კარგია? კი, და ეს ფოტოშოპით გავასწორე. ცოტა უკეთესი სახელმწიფო იყო. ნებრასკა, რა ხდება ნებრასკაში? ამიერიდან მანდი ცხოვრება. ცოტა დრო მჭირდება, რომ შენი ახალი მდგომარეობა მოვაწესრიგო. ქვევით კარგი სამალავი მაქვს. მაგრამ ცოტა ხნით მოსახერხებელია. სახელი გვაჩვენეს. რამდენად ცოტა ხნით? იმის გათვალისწინებით, რომ ავტობუსები და ბილბორდები შენი სურათებით არის სავსე, ვფიქრობ, 2 დღე საკმარისი იქნება. რა? შეიძლება 3. ერთი წვრილმანია არ მიყვარს ამის გაკეთება, მაგრამ ოთახის მეზობელი გეყოლება. მართლა? ისევ აქ არის? ცოტა ხნით. ეს განსაკუთრებული შემთხვევა მე დროს მოითხოვს. როგორ არის? თავად ნახე. აბა. აუ. საგებია როგორც არის, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი. საინტერესო, ვოლტი და სოლი ერთ-ერთი ცხოვრობენ ცოტა ხნით. სოლთან მეგონი ვოლტს პრობლემა არ უნდა ქონდეს რა. ან რა პრობლემა უნდა ქონდეს ელემენტარული თუ რა იქნება. მე
და ესენი ფიქრობენ რომ ვოლტმა მოკლა ჰენკიდან წარმოიდგინეთ. ვიტყვა რომ გადარჩენა მინდოდაო, მაგრამ სტივსაც ვიპოვით. დაუჭერო. ისინი ცოცხლები არიან და ჩვენ მათ ვიპოვით. არა. ჰენკი და სტივი ცოცხლები არ არიან. ბატონო, რა ხდება? აქედან გაიყვანე, წადი. რა ხდება ეს? კარებთან მივედი და მუსიკის ხმა გავიგე. წრიპინა ხმა. ვიფიქრე დავაკაკუნე. მუსიკა შეჩერდა. და შემდეგ ის ჩემ წინ იდგა. როცა იარაღი დაინახა, იფიქრა. ეი, კენი. ეს ფისუნა მთელ ვიდეოს განმავლობაში ტირის? წათიში. უყურე. მიმეორებდა, თქვენ არ გინდათ ამის გაკეთებაო, თვალები გაფართოებული ჰქონდა. რა ბოზია ტიპი არ ჩერდება. აბა თქვენ გამოიერით, რაც ამ ოზმა გამოიერა. გამოგვივიდა, შემდეგ ვტრიალებდით და ვხედავთ ბავშვს მოტოციკლეტზე. რომელიც პირდაპირ ჩვენ გვიყურებს. დრიუ შარპი დაკარგული ბავშვი და ისწორედ ტოდზე ციტყვის. და საიდანღაც ტოდი ეგეთი წითური ჩაცვენილ თვალებამ ძღნერის ნაჭერი იარაღს იღებს და ბავშვს ესვრის. ტოდ ალქუიძე მეუბნები? მან მოკლა დრიუ შარპი? თითქოს არაფერი. რაც სიმართლეა, ტოდ, ნეხვის გროვა ხარ. ბიძია ჯეკ. დაიცადე. ვფიქრობ რომ კიდევ ყავდეს რამოდენიმე მოხარშვისთვის. სერიოზულად მეორე ლოყას მიუშვირო? ამ ტიპმა პირადად შენ ჩაგიშვა. მაგრამ კიდევ 2000 ლიტრი. ბალტიბა რო ბავშვი მოგავსოთ, არა, ამან რა უნდა მაგრამ უთხრას? კიდია მეთი, ჩვენ ლატარეაში გავიმარჯვეთ. უთვალავი ფული გვაქვს და შენ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე მელაპარაკები? მილიონზეა საუბარი. ბიძია ჯეკ, რამდენიც არ უნდა გქონდეს, როგორ შეიძლება? არ იცი, ტოდ სპეციალურად იმას ამისთვის აკეთებს, რომ ჯესი და ტოს ცოცხალი თუ იმენა მართლა ფული უნდა. კარგი. შეპატარა ნაბიჯვარო. იმ ლიდიაზე ბაზარი არ არის. ძალიან გაგიტაცა მაგ ქალმა ნაბიჯვარო. ოღონდ ეგ არა. კენი გჯერა ამის? ამაზე ვლაპარაკობთ? ტოდი და ლიდია არ გვინდა. კარგი რა. უკეთესი შეიძლება. შეგიძლია იმას გულისხმობ, რომ ეგ ქალი იმდენად დაძაბული ალბათ ფეხებს შუა ტყის მჭრელი ყავს. ჩაყოფ შენს ინსტრუმენტს და კუნძს ამოიღებ. რა ჯანდაბაა. გულს ვერ უბრძანებ, არა? კარგი, წამოდი შიგნით შევიდეთ და მოვუსმინოთ ამ ჩამშვებ პირალას. და ეს გაქცევას ცნობს, ხო? არა. აუჩი, რა უქნეს. ნაკლებმა. ანდრეა და ბროკი. ისე რაღაც პონჩი ვოლტის ბრალი არის, რომ ამათი ვისავართ იცი, რაღაც პონჩი კი ვოლტის ბრალია. იმენა პირდაპირ უთხრა. ოპა. არ გამოგივა შენთან ჩემოდიან. პრესად შეიძლება გამოგივა, მაგრამ მოხკლავენ მაგისგან. რამდენად სქელია? სუსტი ფოლადია? არა. არა, ნაღდი ფულით უნდა გადაიხადოთ. რა?
არაფერი. იცი რას გეტყვი, მიდი რამით დაკავდი. სიამომეცი მკვლელების დაქირავებული ჯარისკაცების. ხო მახსოვს რაღაცეებზე ღელა ვარ ინერვიულო? კარგად გამოვიკლებთ, დარწმუნდებით, რომ გადაცმული პოლიციელები არ არიან. 5 კაცი კარგი იქნება, ოღონდ საქმისთვის სწორი კადრები. ვიცი ვინანებ, რომ მკითხე, მაგრამ ვის უტევთ? ხო. ჯეკ ველგერს და მის ტიპებს. მათ ჰენკი მოკლეს და ჩემი გამომუშავებული ანუ მაინც არ ვიცნობ პულებს. შენ იცნობ ტიპს, რომელიც იცნობს ტიპს, ამიტომ დამაკავშირე. ნებისმიერ ტიკთან. ბევრს გადავიხდი და ვიპოვით. შეიძლება პატარა რჩევა მოგცე? ძველი დროის გულისთვის. თუ შენს ოჯახს ენერვიულობ, არ წახვიდე. როგორც ჩანს, ზოგმა შეიძლება თქვას, მე არა, მაგრამ ზოგმა იფიქრა, რომ შენი ცოლი უიმედოდ დატოვე. ზოგი ადამიანი ფაქტებს ყურადღებას არ მიაქცევს. ზოგს არ ეცოდინება, რომ პოლიციის ჩართვის შემდეგაც კი ის ქაილერი უმწიკლო. ზოგს არ ეცოდინება ეს ფაქტები. არა, მიდი. ამოღერღე, მიდი. მიდი. ტელეფონზე ზარი ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო. ხოჩახ, ალბათ ჩაიწერეს ნაფიცსაჯულებისთვის კარგი იქნება. ამის გამო შეიძლება სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილებაც კი მიიღოს, მაგრამ ეს ყველაფერი წინახევრის შემდეგ ისინი შენს ცოლს აეკიდებიან. არ მგონია, მაგრამ შეიძლება რა ფაქტია ეს სიმართლე ამასვანია. არ მინდა რომ პესიმისტი ვიყო, მაგრამ ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის 2 აგენტია დაკარგული. ალბათ მკვდრები არიან. ალბათ კი მკვდრები არიან. დაივიწყებენ ანუ იმართვის ხო ალბათ ეჟექტორის სკამს დააჭირე ხელი. პირველ რიგში შენს ცოლს და შვილებს სახლიდან გამოაძევენ. სახლი დაკარგულია, ბანკის ანგარიშები გაყიდული გაქვს. მისი სურათი ალბათ ყველა ტელევიზორშია. ვინ აიყვარს სამსახურში? ფული არ არის პრობლემა, მაგრამ შეუძლებელი იქნება მიწოდება. ფედერალები ილოცებენ, რომ რამენაირ კონტაქტზე გამოხვიდე. ინტერნეტი, ტელეფონი, ყველაფერი იწერება. მაიკი არ იყო სულელი, იცი? მაგრამ რამდენჯერაც სცადა, რომ შვილიშვილისთვის რაღაც დაეტოვებინა, როგორც დასრულდა ყველა შემთხვევა ალბათ შენთვისაც კარგად ცნობილია. აბა რას ვთავაზობ? დარჩი. ბედს შეეგუე. კიდევ რამდენი დრო დაგჭა? ციხეში თავაწეული შეაბიჯებ. ჯონ დილინჯერივით იქნები მეტროპოლიტენიდან. რა სიტყვი? შენ ასევე დიდი კასრით ფული მოგაქვს. შეიძლება რაღაც პრობლემები შეგიქმნას, ნუ ძალიან ცოტა, მაგრამ შეიძლება შენს ოჯახს სახლში დარჩენის უფლება მისცენ. ბოლოს და ბოლოს სახლში შეჭრები კრიმინალური საქციელია. ღმერთო, ფიქრობ გაქცევა მინდა? ყველაზე უკანასკნელი რამაა, რაც ახლა მინდა. ეს არაფერს არ ცვლის, რასაც ვაკეთებ. ყველაფერს ოჯახისთვის ვაკეთებ. ეს ფული ჩემს ბავშვებს გადაეცემათ. მაგრამ არა მხოლოდ ეს კასრი, არამედ სიმართლე გითხრა, ჯესი მაშინ მართალი იყო. 757-ზე რო გაჩერებულიყავი. მავიღო ის, რაც ჩემია. მაშინ საკმარისი იქნებოდა. ჩემს შვილებს. შემდეგ მხოლოდ შემდეგ ვიქნება. 70 მილიონი, სერიოზულად. შენს ოჯახს სრულად ეყოფა ის. ჩემი კაი. ყველაფერი კარგად არის? რას ნიშნავს კარგად? მზად ხარ, დროა წახვიდე. შენ ცოტათი დაგაგვიანდება, ტრანსპორტირებაზე კიდევ მუშაობ. გეგმები შეიცვალა, ჩემთან რჩება. არა, ერთად წავალთ, მე მას გამოვიყენებ. კაი, ვოლტ. 2 წუთს გაძლეთ. ეი, ახლა ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, აღარ ვარ შენი ადვოკატი, არც აღარავის ადვოკატი არ ვარ, გართობა დასრულებულია. ახლა ბატონი აჩრდილი ვარ, ერთ-ერთი ნაძირალა სამუშაოთი და 3 ერთი და იგივე სახის შარლით. თუ გაგიმართლა ერთი თვის შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში პატარა რესტორნის დირექტორი ვიქნები ომაჰაში. ისევ ამის ნაწილი ხარ, მოგწონს თუ არა ეს. ბოდიში, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ახლა ისევ ის შეხილვა დაიწყება. გახსოვს რა გითხარ? საქმე მაშინ დასრულდება, როცა მე ვიტყვიო, ხო? არაფერია დასრულებული. სანამ შემოცხერთი მთელი ძალით. მაგრამ ხველება უთქდა ახლა. ასე დროს დარტყმა კაი პონტი არა. დასრულდა. უბრალოდ აიღე ბარგი და წადი აქედან.
ჭკვიანურია. Skyler is როგორც მერი. რაჩან დაბახტება. საერთოდ გვისმენს? გასაუსმენდა. გვისმენთ? ხვდებით რა ხდება? დიახ. გავიგე. მესმის რომ საშინაო სიამოვნებაში ვარ. გავიგე რომ რაც შეგიძლიათ ყველაფერს გამოიყენებთ ჩემსა და ჩემი შვილების წინააღმდეგ. თუ ვოლტს არ ჩაგაბარებთ. მაგრამ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ვერ მოგცემთ იმას, რაც გსურთ. სადა. არ ვიცი სად არის ის. კარგი, თქვენს ადვოკატთან ისაუბრებთ ამ თემაზე. ტვინი გაანძრიეთ. და იმედია რამეს ისეც გვეტყვით, რაც გამოგვადგება. ოთხი 17. 4-17. არანაირი მოქმედება. შემიკა. და პრინც არ გვაჩვენებენ, პრინი ახლა არ ვიცი. განადგურებული იქნება ბავშვი. მამამისის ამბავი ვერა ეგრევე ჰენკის სიკვდილი. ქალბატონო სახლში არის კიდევ ვინმე? თქვენს ვაჟიშვილზე რას მეტყვით? მის ოთახში რომ შევიხედო და დავინახო? უცბად თავს არ გამოყოფს და სიურპრიზს არ მომიწყობს? ამ ტიპმა რომ ხელი ჩამოიღოს იყვირებთ? ის მეგობრის სახლშია. მთელი კვირა იქაა. ლუისთან არის. გთხოვთ. გთხოვთ, არაფერი დაუშაოთ, ჩემს პატარას გთხოვთ. ქალბატონო. პატივს ვცემთ თქვენს ქმარს, მაგრამ რაღაცეებში უნდა დავრწმუნდეთ. ვიცით, რომ პოლიციასთან ლაპარაკობდით. რაც სავსებით ნორმალურია, ასეც უნდა ქნათ. მაგრამ თქვენ არასასურველი ხალხი გყავთ, ნანახი. მაგალითად ქალბატონი, რომელიც ავტოსამროცხაოში მოვიდა. შავგრემანი. მაგ ქალზე ხომ არ გითქვამთ რამე? დარწმუნებული ხართ? არაფერი მithქვამს. პოლიციამ მის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდეს. მინდა რომ თქვათ. მასზე არაფერს არ ვიტყვი, გეფიცებით. კარგით. როცა წავალთ იმ პოლიციის ოფიცრებთან არ გაიქცევით, წინ რომ დგანან არა? არა. როგორ წახვალთ თან ისე როგორ შემოხვედით ასე? კარგი. ეს პოლიციის ოფიცრები რა. კარგი. თქვენ ნამდვილად არ მოგეწონებათ ჩვენი დაბრუნება. სადიშენი. უკანაკარიდან.
როგორ უნდა იცხოვროს ახლა სკაილერმა? აჰა. როგორც მაიკთან ხნა. არა. მან დიყავა. ასე ვილაპარაკებთ. მაიკმა არ დაუჯერა. კარგი. მოკლედ ვაითების სახლში ვიყავი. არ არის საჭირო სახელების ხმამაღლა წარმოთქმა. კარგი. და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შეტყობინება, რომელიც გადავეცით, ხმამაღალი და მკაფიო იყო. შეტყობინება? ხო. მისმინე? ვიცი, რაც შეგეძლო ყველაფერი გააკეთე. უბრალოდ ვფიქრობ, გამარჯობა, რა შევკვეთავთ? გვირილის ჩაი გთხოვთ და ცოტა მეტი სტივია მინდა. გასაგებია. ადამიანზე, რომელსაც ვლაპარაკობთ, ჩემი სახე დაინახა. შენ Western Union-ი არ ხარ ტოდ, შეტყობინებების ვაგრძელებთ 3-2-1. იქ ყოფილიყავი, ასე არ იტყოდი. გული გავუხეთქეთ. კარგი ქალბატონი ჩანს, რომელიც თავის ბავშვებს უვლის. კი? ამიტომ მასთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ გექნება. მინდა გენდობოდე, მაგრამ მე თქვენსავით არ ვარ. საერთოდ არ ვარ მიჩვეული ასეთ რისკებს. ეგეც მართალია. უნდა დავისვენოთ. შენ ცოტა შიშა ხარ. ცოტა კი არა კარგად. 22 კილო მაქვს. გაყიდვაში წარმატებებს გისურვებ. 92%-ია. ვერ გავიგე? 92%. სერიოზულად? ორჯერ შევამოწმე და თან ლურჯია, ისეთივე როგორიც ადრე. 92. ეს ხომ ჰეიზენბერგის დონე? არა. ჰეიზენბერგის ის ხომ დონე არა? 99.1%-ია. შემდეგ საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. პინკმენი. პიგმენტს ეძებენ. ვერ იპოვნიან, ის ჩვენთან არის და არსა წასვლას არაპირებს. არაპირებს კი. ქალბატონო ქუაილ, ეს არ არის ის, რასაც თქვენ და თქვენი ტიპები ევროპაში ითხოვდით. ვფიქრობ, ერთად კარგად მუშაობთ. კარგი გუნდი ვართ. ორივე მხრიდან კარგია. რა სიტყვით? თქვენ. 92%. აჰა. რასაკეთებს? აქედან არის ხო? გამახსენდა. ეს სხვა არის კიდე, ხო? ბატონო ლამბერტ. კეთილი იყოს თქვენი ნიუ ჰემშირში მობრძანება. კარგი. აბა აქაურობა დავათვალიეროთ. ერთი თვის საჭმელი გაქვს, უმეტესად კონსერვირებულია, მაგრამ საყინულეში ხორცის და თევზის ნაჭრებიც არის. გარეთ გენერატორი დგას, რომელიც გაზზე მუშაობს. ავზები მთელს ზამთარს გადაგატანინებს. მხოლოდ 15 ამპერია, მაგრამ შუქისთვის, ტელევიზორისთვის და საყინულისთვის საკმარისია. ეს ღუმელია აქაურობას კარგად ათბობს. შეგიძლია საჭმლის მომზადებაც. ტელევიზორში უმეტესად არაფერს აჩვენებენ. აქ არ იჭერს, თები გეფარება.
თუ ამინდი გამოვა შეიძლება მონტრეალი დაიჭირო, მაგრამ უმეტესად ლიმიტირებული DVD-ს ვუყურებთ. ბატონ მაგორიუმის საოცარი სამყაროს 2 ასლი. ფილმებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ერთ თვეში მოგამარაგებ პროდუქტებით და საჭირო ნივთებით. თუ რამის ყურება გინდა, სიაში დამიწერე. $50,000 სუპერმარკეტში წასასვლელად. რისკია და სწორედ რისკისთვის მიხდით. ტუალეტის ქაღალდისთვის კი არა, რისკი და 7,000 კილომეტრის მგზავრობა. ბატონო ლამბერტ, საერთოდ ჩემს კლიენტებთან არ მაქვს მუდმივი ურთიერთობა წესით, აქამდე უნდა დავშორებოდით ერთმანეთს, მაგრამ თქვენ ხართ. მობილური სად არის? არანაირი მობილური. არ გჭირდებათ. ზვავი ჩამოწვება, მუშები მოვლენ, ხალხი აირევა და ხელბორკილები დაკეტებათ თქვენ. ინტერნეტი? იგივე ამბავია. სატელიტი, კაბელური ტელევიზია, მანქანა თუ სიახლე გინდათ, ალბუკერკეს გაზეთებს მოგიტანთ. მოკლედ, რაც გინდათ, ყველაფერი სიაში ჩავწეროთ. თქვენი საქმის თქვენ იცით? რა ჩაწეროს ახლა iPhone-ი და კომპიუტერი. თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ ჩემი საქმე თქვენი ციხიდან დახსნა ახლა თქვენზე მთელს ქვეყანაში ნადირობენ, ყველა ტელევიზიაში თქვენზე საუბრობენ, თქვენაირი კლიენტი ჯერ არ ყოლია, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. თვალთახედვის არეს უნდა მოერიდოთ. ყოველ შემთხვევაში ეს ჯერჯერობით. და აქედან გასვლაში რა მიშლის ხელს? არაფერი. 14 კილომეტრით ქვევით პატარა ქალაქია. მე ვერანაირად შეგაჩერებ, უბრალოდ თუ აქედან წახვალ დაგიჭერენ და მინდა გითხრა. თუ შენი აქედან წასვლის შესახებ გავიგე, არასდროს აღარ დავბრუნდები. ეს უკვე ჩემს პირად კეთილ დღეობას ეხება. გასაგებია? თუ არ არის გასაგები? გასაგებია. რა თქმა უნდა. ღუმელის ანთება იცით. საკვამურთან ცოტა ფრთხილად. კარგი. ამისთვის ბევრი ფული გადაიხადეთ. ფაქტიურად 2 მამული გაქვთ, დიდი ტყეები, კარგი გასათბობი ადგილი. თითქოს ზუსტად ისეთია, როგორიც ყველა კაცს სჭირდება დასასვენებლად. მიმოიხედეთ. ხომ ლამაზია? ძალიან დამეხმარეთ. მადლობა. ერთ თვეში გნახავთ. გაივოთ. ლამბერტ კაცრავად. აჰა, საინტერესო, ანუ სოლისაც წავიდა და შენი კუდი. ამ კუდით რო გამოვიდა ამ ზამთარშითან. ვაიმევოთ. Sabe, guys, say aha. Guy. ხვალ. ხვალ. ხვალ.
სირენს დაჯესი უკვე გათავისუფლდა. შეიძლება მართლა შეძლოს გაქცევა. ახტი. მაგრამ ხმას გაიგონებია რა. არა, ჩამოხტი. ეს ჩემი შოკოლადის ჩიპსი არ არის. შენ მაგას გარყნი. შოკოლადის ჩიპსი. ეი, გვიძავს? ხო. ბენ და ჯერის ჭანდით. არაქისი გვაქვს. ამერიკული ოცნება და კიდე რამდენიმე სახეობა. არ ვიცოდი რომელი მოგწონდა, ამიტომ ყველა წამოგიღებ. პარტიით, რომელიც 96%-ზე მოხარშე, დაამტკიცე, რომ უფრო მეტს იმსახურებ. გაიგეცო. მადლობა. კარგი. ჯობს დაიძინო ხვალ დიდი დღეგველის. ახალი პარტია უნდა მივიღოთ. ეი, დოდ. ხო. შეგიძლია ღამით პრეზენტი არ გადააფარო? შეგწივდება. არ არის პრობლემა, უბრალოდ ვარსკვლავებს მინდა შევხედო. კარგი? კარგი. მადლობა. ღამე მშვიდობის ჯესი. საინტერესოა. დოდი თლად ეგრეთ წარიყურებს. რომ იმენა ფულის წამო. რაც მოჩი ჯესიც ევასება. გამი სავარაუდოდ უყარაულებს ვინმე არა. არ მგონია ეგრე მარტივად მოხდეს ყველაფერი. თუმცა ბოლოს წინა სერია. ნაყინის არა, მაგაზე როგორ დადგები. ან ჩამოვარდება და ხმაურს გამოიწვევს. ნელა დაფრთხილად. ეგრე. შეტება. ჩემი გამოსდის. ნერვები მაქვს მოშლილი. ტელეფონი თავისით რომ აქტივს, მაშინ მინდა ავიღო და დავალიწოს. 3-2-1 გავაგრძელეთ. თან ასეთ კარგ მომენტებში რა. ესაგებია ტოდის და ლიდიას დიალოგი, მაგრამ ეს მიდი. Vigorous. არა, მიდი, შებოზო. მიდი. ეგრე. ასტახა როგორ გაგებს, უნდა მიაწვეს, ხო? გამოიქცა. კარგად, ყველა ხარეს გაიხედი, არ იმალებოდეს ვინმე. კიდეც გადაჭრება. და სავარაუდოდ დენზე იქნება, ხო? ჩემი კაი. და კამერა. არა, ასწრებს. აუ, შენი.
რატო გაჩერდი? იარაღს უბიზნებენ, ხო? მიდი. მომკალი. უბრალოდ აქვე მომკალი და მოვრჩეთ ამაზე ბაზარს, რადგან შანსი არ არის რომ კიდევ მოუხარშოთ თქვენთვის. ეს შეიძლება არც ისე მარტივი იყოს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო. როგორ ბრძანდებით? თქვენ ანდრია ხართ არა? რა? რით შემიძლია დაგეხმაროთ? ტოდ შენი ჯესი პინკვენს იცნობთ ხო? ანდრეას მე მისი მეგობარი ტოდი ვარ. წუხარ ასე გვიან რომ შეგაწუხეთ. უკვე ტყვედა იყვანს ალბათ ეხლა და დაებუქება რა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. არა. ჯესი როგორაა? კარგადაა? კი, არა უშავს. სინამდვილეში ჩემთან ერთად მოვიყვანე. აქ არის ჯესი? ხო, იქ არის. მანქანაში. არა, ახშილი რა მჭირს. არა, ანდრეა, არა. ხო ჭკვიანი ხარ. არ გეტყვიდე. სად? უბრალოდ იცოდეთ რომ არაფერი პირადული. შეხორდა! რაკენიშე ტვინო იდიოტი. კაირა. კარგი, დამშვიდი. გახსოვდეს. ბავშვი ისევ ცოცხალია. ბავშვი ნახავს ახლა და მის ჩემი კაი ტოდ წაკაი რა. რატო პროსტო ჩემ. და ახლა ბროკის ვაუ ხო მაგათი. ამ როგორ მინდა პროსტო რომ ვოლტმე ჩაცხრილოს ორივე ჯეკიც და ტოდის. პირველად მომბობ მგონი ამას. ვინმე პერსონაჟზე რომ მინდა მოკლა. ძალიან ბევრი სერიოზული დამამტკიცებელი საბუთი მოგიტანე, იქნებ ცოტათი დაგამძიმო. ღმერთო, ძლივს კითხულობ. ხო, კინაღამ დამავიწყდა. რეცეპტის გარეშე საიდანღაც უნდა მივხვდარიყავი, ამიტომ ბითუმად ვიყიდე და იმედია ერთ-ერთი დაგაჯდება. ხომ არ შეგიმოწმებია? სკაილერი უკეთეს ადგილზეა? არა, ისევ იუბანკის ადგილზეა. ბავშვები ჯერჯერობით ისევ მასთან არიან. სასამართლოს თარიღი არ არის ცნობილი. ახალ ამბებში თქვეს, რომ ნაფიც მსაჯულთა დიადი გუნდი იქნება, მაგრამ არ თქვეს როდის. ტელევიზორში ვნახე მისი უფასო ადვოკატი. ბრმა ირემს გავს. ჩემი წინდები უფრო ასაკოვნებია. ჩემი კაი. ფულს საჩოულობენ. სკაილერი ნახევარ განაკვეთზე ტაქსის დისპეჩერად მუშაობს. ბავშვს მეზობელს უტოვებს ხოლმე. ერთხელ მაღაზიაში შემხვდა. კარგად გამოიყურებოდა და მის ქალიშვილობის სახელს იყენებდა. მე არ მეწყინებოდა ამ სიტუაციიდან გამომდინარე. სათვალეები მოიხდინე? კი. ჩემი კაი ჯერ კიდევ არ გამოვდიოდა. ძველი სახლი შევამოწმე, აუქციონი ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მთელი სახლის გარშემო ღობე ააშენეს. ღობე რა საჭირო იყო? ახლა მე მგონი შენი სახლი ტურისტული ადგილია. შიგნით ბავშვები დარბოდნენ, მეზობლები კამათობდნენ და მოკლედ ბოლოს ბანკმა შემოღობა. მზად ხარ? ხო. ისე არ გამიკეთებია კომენტარი, ანუ კაი ხანი გავიდა უკვე თმები აქვს. წინადელზე ბოდიში.
ახლა ბევრად უკეთ ვიზავ. რამდენჯერმე YouTube-ზე ვნახე. თავარი ვენის პოვნა. მომეცი ჩემი თვიზა. წინაზე ვერ ქნა წესი რა და იმიტომ არის ასეთი. უიმე. არა, შენკენ. ჯობს შენკენ. Вообще დასუსტებულია. კარგი. აი ასე შევედი. ძალიან კარგი. ვფიქრობ საავადმყოფოში უარესი დღეებიც მქონია. ესე იგი 15 რიცხვში ნახავ შუა დღეს. ცოტა ხანს რომ დარჩე კიდევ. წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი. 2 საათით. 10,000 გადაგიხდი კიდევ. ხო. აუჩი. Ну ხო, ოლტი вообще. 10,000. 1 საათი. კარტი აბა ხომ არ ვითამაშოთ 7 კარტა. მე დავარიგებ, რადგან შენ შეუძლოდ ხარ. ერთხელაც როცა მოხვალ მკვდარი დაგხვდები. ჩემი ფული იქ არის. რა მოუვა მაგ ფულს? რომ გთხოვო ჩემს ოჯახს გადაეცი. რა სიზა? სავარაუდოდ ვერ ისამს. გადასცე? რომ დაგეთანხმო. დამიჯერე? არა. თვითონ უნდა გადასცეს ვოლტმა. მოჭრი კარტს? არა. კაროლი. 2 კაროლი. პირდაპირ 2 კაროლი წავს. ჩამოიკიდებს.
მოიფიქრა, როგორ უნდა გადასცეს ფული ოჯახს იქნებ. Flynn White გამოცხადდეს დირექტორის კაბინეტში. Flynn White-იას, ვაცა, უკვე Flynn White-ს უძახიან? ბოდიში რომ კლასიდან გამოგიყვანენ, დეიდამარი კირეკავს. ძალიან მნიშვნელოვანიაო. აქ დაელაპარაკე, კარგი? კარგი. აი, ერთი წუთით. მადლობა. გამარჯობა დეიდამარი, რა ხდება? ერთი წუთი. გადაობთ. მე ვარ, შვილო. გთხოვ არ დამიკიდო. კარმენი ახლოსაა, ხო? არ უნდა იცოდე, შვილო, გესმის ჩემი? აქ ხარ? ხო. ძალიან მიხარია, რომ შენი ხმა მესმის. შვილო. რასაც ეგენი ამბობენ ჩემზე. არ თქვა ხტმილია. არასწორი ვიყავი, ბევრი შეცდომა დავუშვი. მაგრამ ყველაფერს ჩვენი ოჯახისთვის ვაკეთებდი. კი, მაგრამ თავის დროს რომ გაჩერებულიყავი, უკეთესი ყოფილი, უკეთესი იქნებოდა. ბევრ მომხდარზე საერთოდ არც მიფიქრია. გესმის? არასდროს. მისმინე. მისმინე, შვილო, დიდი დრო არ გვაქვს. ლუისის ოჯახი ისევ 4-8 ნიუ კომბეზე ცხოვრობს. შვილო, შენი მეგობარი, ლუის კორბეტი, ისევ იქ ცხოვრობს, სადაც ადრე. ხო, კარგია. შენთვის კარგია. ამიტომ ყველაფერს მიხვდება. ლუის იცი რაღაცას გავუგზავნი მის მისამართზე მივა, მაგრამ შენ დედა შენს და შენს ეკუთვნის. ფული იდება. დაახლოებით და მერის $100,000 გასაგებია. კარგი. 5-ში მეტი არ ჩაეტია, ეს საიდუმლოდ უნდა დავტოვოთ. თუ ვინმე ხმას ამოიღებს, პოლიცია აუცილებლად წაგართმევთ. როგორ მინდოდა რომ თქვენთვის ბევრად მეტი დამეტოვებინა. მაგრამ ეს არის სულ რაც შემიძლია. გესმის? დაჟე 727,000-იც აღარ გამოსდის, როგორც მეორე სეზონში გეგმავდა. შვილო. გესმის ჩემი? რაც გითხარი გაიგე? ფულის გამოგზავნა გინდა? ხო. ხო, კარგი ბიჭი ხარ. არა, მე მგონი მაგის თქმა. კარგი, დაელაპარაკები ლუის? შენ. ბიძია ჰენკი მოკალი, შენ მოკალი. არა, შვილო, არა, ერთი წუთით. ეს რა გაუკეთე დედას, შეპროჭო. ბიძია ჰენკი მოკალი, მომისმინე. გაჭდი და გეყოფა. შენგან არაფერი არ მინდა. მაგრად, ძალიან მაგრად მკიდი ხარ. ფული გჭირდება დედა შენს. შენ ბიძია ჰენკი მოკალი, დედა შენს სჭირდება ფული. არ შეიძლება ჩემი შრომა წყალში ჩაიყაროს. შენ ბიძია ჰენკი მოკალი, გაჭდი და თავი დაგვანებე. გთხოვ, შვილო, გთხოვ. შენ ნაბიჭვარო. შეპროჭო, საერთოდ რატომ ხარ ჯერ კიდევ ცოცხალი? ბოლოს და ბოლოს არ შეგიძლია მოკვდე. უბრალოდ ადგე და მოკვდე. ეს არის მიხვდებიან მოჭველი რომ უტი იყო. ეცოდინება ალბათ უკვე ყველას ახლა მომხდარი.
ჩემი გაიფრინდი თუ ასეთ სიტყვებდეს მე ვოლტს არ მეგონა ახლა ვისურეკა Skyler'თან დარეკვა კარგი ვარიანტი არა ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია ალბუკერკეს რაიონის დეპარტამენტი გისმენთ. მინდა ვოლტერ ვაიტის საქმის მთავარ გამომძიებელს დაველაპარაკო. ვინ კითხულობს? ლამბერტი. ვოლტერ ვაიტი. ალო? ალო, ბატონო? მოიცა რა პოჩი? ბატონო, ჩემი გესმით? Ready for that drink now? შეუკვეთავთ რამეს? სუფთა Dimple Pinch. გასაგებია. ჩვენთვის მეცნიერება ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. შეგიძლიათ დააბრუნოთ. უკან, თუ შეიძლება გთხოვთ. What, this? რა ხდება? გუშინ თქვენმა გრეჩენი და ელიოტ შვარცების საქველმოქმედო ფონდმა $28 მილიონი სოდენობის მხარდაჭერა გამოაცხადა ნარკოტიკებთან ბრძოლის და მკურნალობის ცენტრების დასახმარებლად სამხრეთ-დასავლეთით. ჩარლის სამხრეთ-დასავლეთი ჩვენი სახლია, ჩვენს ეზოში მომხდარ მოვლენებზე კი თვალს ნამდვილად ვერ დავხუჭავთ. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული მოტივები გააჩნიათ. ენდრიუ როსმა New York Times-თან განაცხადა, რომ ფულის ჩუქება მხოლოდ იმ მიზნით გააკეთა, რომ თქვენი რუხი მატერიის ტექნოლოგიების აქციების ფასი შენარჩუნებულიყო. რადგან თქვენი კოლეგის ვოლტერ ვაიტის გარშემორტყმული სკანდალების გამო თქვენი ბიზნესი საფრთხის ქვეშ არის. ასეც ვერ ვიტყვით. შეიძლება ითქვას, მეთის მეფე თქვენი კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელია. ჩარლი, მოხარული ვარ, რომ ამ თემას შეეხეთ. იმედი მაქვს ინვესტორებს ესმით, რომ საუბარია ადამიანზე, რომელიც ჩვენთან ერთად მხოლოდ დასაწყისში იყო. და სინამდვილეში კომპანიის შექმნასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და მით უმეტეს არც მის ზრდაში და განვითარებაში მიუღია მონაწილეობა. აბა რა წვლილი მიუძღვის ვოლტერ ვაიტს? იცით გულახდილად რომ გითხრათ უბრალოდ კომპანიის სახელია. კომპანიის სახელი ჩვენი გვარები შევაერთეთ. შვარცი ნიშნავს შავს, აქედან გამომდინარე შავს პლუს თეთრი გამოვიდა რუხი. რუხი მატერიის ტექნოლოგიები. მართალია, როგორც მახსოვს, მისი წება და მანდ მთავრდება. ამის გარდა ცნობებია ლურჯ მეტზე, რომელიც მისი საფირმო პროდუქტი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ და გასაკვირად სწორედ ეს პროდუქტი მოედო მთელ სამხრეთ-დასავლეთს. ამის გარდა გვაქვს რამდენიმე მტკიცებულება, რომ სწორედ იგივე პროდუქტმა ევროპა მოიცვა. ამიტომ კითხვა იბადება, არის ვოლტერ ვაიტი ცოცხალი? არა, ის არ არის. თქვენ ძალიან დარწმუნებული ჩანხართ. ვარ კიდეც. არ ვიცი, ჰეიზენბერგი ვიზეც ყველა ლაპარაკობს. იგივე ვოლტერის ტრანსფორმაცია ცოცხალია თუ მკვდარია, მაგრამ ის საყვარელი, კეთილი, შესანიშნავი კაცი, რომელსაც ჩვენ ერთ დროს ვიცნობდით. ძალიან დიდი ხანია მოკვდა. ინტროს მელოდია. ხელები მაღლა, ხელები მაღლა. აქ აღარ იქნება. ნუ რა თქმა უნდა. ასერია დამთავრდება ამით. ვაუ. ნუ ეგეთ დაბრუნებას სიმართლე გითხრათ არ ველოდებოდი. გრიჩენი და ელიოტი вообще მოულოდნელი იყო ჩემთვის.
Ну, ხო, ესე იგი ეს იყო მძიმე დანაშაული მე-5 სეზონის მე-15 სერია Granite State. ძალიან მაგარი სერია იყო. რა თქმა უნდა, ოზმანდიას და რამდენიმე სხვას ვერ აჯობა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო სერია იყო ვოლტის ტრანსფორმაცია უკვე კიდევ სხვა პიროვნებად, ფაქტობრივად ლამბერტად, ჰაიზენბერგიდან ლამბერტად საინტერესო საყურებელი იყო, მომწონს როგორ ნანობს თავის საქციელს და როგორ ხვდებათ, რომ თან ოჯახის გამო გააკეთა ეს, მაგრამ თან ზედმეტი მოუვიდა. უნდა გაჩერებულიყო ჯერ კიდევ როცა ჯესი ეუბნებოდა მაშინ. ამიტომ ხო. მაგრამ კი. საინტერესო იყო. ანუ ამ ყველაფრის ყურება როგორც მე მივხვდი გრეჩენს და ელიოტს გამოიყენებს, რომ ფული მიაწოდოს ოჯახს, როგორ მე ერთადერთი ეგრე დაუკავშირე მაგას. მაგრამ ხო. ნახოთ რა მოხდება. ჯესის ამბავი რა თქმა უნდა უჩემი დაივიწყეთ რაც ვილაპარაკე კარგი ტოტზე. ტიპი ფსიქოპატია, უნდა მოკვდეს, შანსი არა რომ ცოცხალი დატოვონ, არ ვიცი. როგორ ესროლა ტიპმა ანდრეას. თქვენ რომ აიყვანათ კიდე კაი, მე ვერც გაუშვებდნენ ჯესი იცოდა, მაგრამ ჭკვიანური კი იყო, რომ რამე ბროკსაც მოკლავთო, მაგრამ აუჩემი და ბროკი მარტო დარჩა, ხვდები, 8 წლის ბავშვი დატოვეს მარტო თუ რამდენის არის. თან კიდევ რო გამოვიდეს და დაინახოს დედამისი ჩაცხრილული. კარჩი, მაგარი ნაგვები არიან რა. ტოდი, ჯეკი და მთელი ეგ სასტავი. ან ვოლტმა დახოცოს ამ ჯესიმ, არ ვიცი. მაგრამ ცნობისთვის ერთი სერია გვაქვს დარჩენილი, ხალხო, ერთი სერია და მე ფილმი, რომელიც როგორც ვიცი პირდაპირ დაკავშირებულია ამ მოვლენებთან, მაგრამ სერიალის როგორც ასეთი ფინალი უკვე გვექნება შემდეგ ვიდეოში. არ ვიცი რა ვთქვა რა. რა უნდა ვთქვა და დაგემშვიდობოთ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. იმიტომ რომ ხო, არა, ერთი რაღაც ფილმის მომენტიც აუჩემი. ვაფშე აღარ უნდა მამამისთან ლაპარაკი ამ ყველაფრის მე, რა თქმა უნდა, ახლა ბუნებრივია. და სკაილერი. არ ვიცი, შემდეგზე სავარაუდოდ უფრო მეც ვილაპარაკებ. რა თქმა უნდა, ახლა ბოლო სერია იქნება. დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. ნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.